Ჯობათ კიდევ ერთხელ მეგობრებო, ვნახე ილიას სახის და თავის ქალის მოტეხილობები რა ადგილებშია. გაჩვენებთ ფოტოებსაც ამ მოტეხილობების და ძალიან მაინტერესებს, აი გენიოსები რო გამოჩნდით. დაწერეთ აბა მსგავსი მოტეხილობა ჩვეულებრივი ხელითაც კი შეუძლებელია, ანუ ყველანაირი ხელთათმანი რო არ გეცვას და ჩვეულებრივი ხელით ურტყა ადამიანს თავის ქალაში, არ ვიცი მე რა დონის მძიმე დარტყმები უნდა კონდეს, ანუ შეუძლებელია ფაქტიურად მსგავსი დაზიანებების მიყენება უბრალოდ გამორიცხულია, გამორიცხეთ მსგავსი დაზიანებები და ვურთავ აქ მე ვიდეოს, ფოტოს და შეხედეთ, ვინც ამბობს იმას, რომ თაბაშირი არ ქონია და გათაბაშირებული ბინტები არ კეთებია გეიჩს, ძალიან ცდებით და ჩემი ამ ვიდეოს შემდეგაც თუ აქ სისულელეებს და მიწერთ. მაშინ რა ვიცი, თქვენ ძმაო ყოფილხართ მტრები საქართველოსი და ქართველების, არ ვიცი, მე მეტი სიტყვა არ მეთქმის. არ ვიცი მეტი რა ვთქვა. დავურთავ ეხლა და დააკვირდით, თქვენ თვითონ გამოიტანეთ დასკვნები და რა ვიცი, ძალშე უკვე თქვენ იცით. სხვათა შორის გადავამოწმე ხელოვნურ ინტელექტსაც გავუგზავნე ეს ფოტო და ხელოვნურმა ინტელექტმა თქვა, რომ ავარიაში თუ მოყვა ადამიანი, მაგ შემთხვევაში არის შესაძლებელი მსგავსი დაზიანებების მიღება. ანუ რა წარმოგიდგენიათ ხალხო, რომ გეიჩს იმხელა დარტყმა აქვს ბუნებრივად ხელში ძალა, რომ გინდა ავარიაში მოყოლილ ხარ, გინდ გეიჩს უცემი ხარ, მსგავსი დასკვნა შეგვიძლია გამოვიტანოთ ჩვენ გეიჯის ჩხუბისგან. ანუ თავიდანვე აღნიშნავდი ერთ-ერთი პირველი ვარ. პირველი და მე მგონი ჩემს მერე ჯერ არავის არ აღნიშნია ეგ, რომ ხელებზე უეჭველი ქონდა ბინტები, რომელიც იყო ისე როგორც აღნიშნე და ვისაუბრე. ანუ ბეტონს ეჩხუბა, მეგობრებო, ბეტონს ეჩხუბა და უგებდა, მოუგო. არ ვიცი რა ვთქვა მეტი.